გამარჯობა ჩემო კარგებო, მოკლედ. ახლა ძალიან მეჩქარება რა 5 საათში მაქვს ფრენა. მიფრინავ აფრიკაში, ტანზანიაში ჩემი შემდეგი YouTube ვიდეოს გადასაღებად და ვერანაირად ვერ ვასწრებდი რომ ეს შესავალი ჩამეწერა იქ ცქერო შეგარ მიშველი ხართ ეგრე ანუ კამერით განათებები და ასე ამიტომ მაპატიოთ ამჯერად რა. ოდიში, სულ მაინტერესებდა რა დაუჯდებოდა ადამიანს რომ ამდგარიყო და წასულიყოს ჩვენ ზამთრის სპორტებზე, ანუ გუდაური, გოდერძი, ბახმარო და ასე შემდეგ რა. დაზოგობის გარეშე აი ბოლომდე რომ გაესწორებინა, რაც მომუნდებოდა ის გაიკეთებინა, ბარში დაელია, რესტორანში ეჭამა, მაგრად ესრიალა და რავი, ვერტმფრენითაც შემოიფრინა მესტისთვის. ეგ ყველაფერი გავაკეთე და თქვენ ახლა ამ ვიდეოდან გაიგებთ რა ჯდება საქართველოს ზამთრის სპორტებზე, კაი გემრიელი გართობა და დასვენება. ოღონდ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მე ბევრ ამაში ფული არ გადავიხადე. რაღაცები გავცვალე, რაღაცები დამპატიჟეს. მაგრამ ადამიანმა ის რო გააკეთოს, რასაც მე ამ ვიდეოში გავაკეთებ, აი მაგდენი დაიხარჯებოდა ძმაო რა. მე მგონი არაფერი არ მოვიწყდება. და წავედით. მოგზაურობას დიდებული სვანეთიდან დავიწყებ. ეხლა ვარ ნატახტარში აეროდრომზე. აი ამ კუკუნა ვიტრინებში ჩავსხლებით და 1 საათში ვიქნები უკვე მესტიაში. ჩემს ახმაგანდა წასულიყავი და ახლა 11 საათი ჭირდებოდა. ამიტომაც არა, დავფრინდეთ. 93 ლარი ცალიგზა. ამიტომ ეს ნახე შეგვიძლია ეგრევე დავამატო სვანეთის ბიუჯეტს და ბევრი ლაპარაკის გარეშე ხლა ავალ გავფრინდებით და დაიწყო ჩვენი სვანური თავგადასავალი. აი ესეთია. შიგნიდან ეს თვითფრინავი. გაფრენა მხოლოდ სისწრაფის გამო კი არასწორებს. ეპიკური ვიზუალები გეშლება ილუმინატორიდან და უბრალოდ ძალიან დიდ ესთეტიურ სიამოვნებას იღებ მთელი მგზავრობის განმავლობაში. მორიგჯერი აზრებ, რაც სკოლაში გვასწავლეს ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. ასე და ამგვარად სულ რაღაც 40 წუთში მესტიაში ვარ, სადაც ერთი მაგარი კაცი მელოდება და ერთ მაგარ ადგილას უნდა წავიდეთ ეგრევე აქედან რა. თორნიკე შენ ხარ ხო ძმაო? გაუმარჯოს. დავახარ. აბა როგორ ჩამოვაღწიე, გადაიდო ფრენემ არა? ვასწრებთ არა ეგ გზის შესვლას. მოკლედ ეს მაგარი კაცი არის თორნიკე კვანჭიანი, რომელმაც მითხრა რომ სვანეთში რა მოხვალო ბურანითო, სადაც თიც დაადებ, იქ ავალთო რა, ხო და ეხლა მივიდივართ აეროპორტიდან ეგრევე ქორულ დისპებზე, იმიტომ რომ მან ნამყოფი არ ვარ. ზაფხულში ვერ ავედი და აგერ ეხლა ზამთარში ვიხილავთ. აჰა. დავადექით გზას, რომელიც იმდენად მშვენიერია, რომ შანსი არა რაღაც საოცარდა, დიდებულთან არ მივიყვანოს. ორ გადაო, სად ვარ, ჩემო ძმაო? ბიჭო! 2 საათნახევრის წინ თბილისში ყიყლიყოს ჭამდი და ამა შეხედე ეხლა სად ვარ. მეტი რა უნდა მოგცეს ქვეყანა მითხარი, აი ესეთი პატარა რო არის და ესეთი საყვარელი რო არის და ზღვაზე რო გინდა და 1 საათში ხარ და უშფაზე რო გინდა და საათნახევარში ხარ. რა გინდა მეტი ძმაო მითხარი. შენი რასიცახი ძმაო. ნახე რა სილამაზეა ბიჭო. საღოლ ძმაო. აუ ნეტა სიმღერა შემეძლოს ეხა რა. აქ გავჩერდეთ ხო? საღოლ ჩემი კაცი. აქ თოლია ალბათ. ნახე რა ხელ თოლია. აი ესეთ ზღაპარში გავჩერდით და უნდა მოვასწროთ ეხა დრონის კადრის გადაღება. ნახე აქეთ უშპა გვაქვს, იქეთ გზის შესვლა გვაქვს, აქ ქორულ დისპებია. სადა დაგვაღამდა, მაგრამ არა უშავს. რაღაცას მაინც გადავიღებთ რა. დღევანდელ დღეს ესე არ დავკარგავთ. სასწაულია ძმაო, რავი. აბა გვასახელე ხა. აბა რა, ბიჭო! ნახე რა კადრია მოდით ხო. ამასუხური.
გამოვიდა თუ არა ძმაო? ხო გამოვიდა. გამოვიდა. მითხარით რომ ეს ზღაპარი არ არის და მითხარით რომ ეს რეალ ამას შეხედე. просто რა ვიცი ძმაო, შეხედე ანუ. ვაჰ, ბიჭო რა მაგრა დასწორე. აქ რო ღამე აქ რო რჩები. და დილას რო გამოდიხარ და ანუ აი ამით რო ტკბები. ახლა ცოტა უნდა გავთბეთ. აი ესეთი პატარა საყვარელი კაფე გვაქვს. სადაც ძალიან ბევრი კაი დრო ნატარიბეს მეგონი. ეგრე არა ჩემო ძმო. აგერ სვანური ფეჩი გვაქვს. შევაგიზგიზებთ, ეხლა ჩავთვებით. ამ ზღაპრული ადგილიდან 10 წამიანი კოსმოსური კადრი მაინც რო არ გადამეღო, ისე არ წავიდოდი, ხო და აი დავაყენე ხა კამერა. მიუშვირე ეგერ პირდაპირ უშპას და ამ საყვარელ ქოხს. 1 საათი დაველოდები და ნახოთ რა გამოვა რა. რა სუსხი და ის არის. კაია, ციოს ჩაის დალევა ასწორებს მო. მოკლედ. ცოტა მინდა რომ დავილაპარაკოთ მაყურებლის წინაშე რა. ამ კაფეს, სადაც ჩვენ ახლა თავს ვაფარებთ და გავთვით და რავი, ციციბურა ვჭამეთ და რაღაცა ქვია, ხო? კაფე ქორუდი რა. რომელზეც აი საყვარელი შეკაფი თავის თინთება ხოლმე ყოველღამე, მზის პანელებზეა. ხო და აქ შეგიძლია მოხვიდეთ წლის ნებისმიერ დროს, მათ შორის აი ესეთ უზარმაზარ თოლშიც რა, მაგრამ უზარმაზარ თოლში რომ მოხვიდე, აი ეს კაცი დაგჭირდებათ, რომელიც სვანეთში ნებისმიერ ადგილას ბურანით მიგიყვანთ, იქ სადაც 500 ვერ მივა რა. ხო და ეხლა მაინტერესებს და მინდა მითხრა რომ აი მაყურებლისთვის რა, რომ აი რას თავაზობ, ანუ აი მინდა რომ გაიგოს ბევრმა შესახებ რა, იმიტომ რომ რავი ხა აი ეგ რო დგავა შეიძლება დამსახურება და ეხა ის კადრები რაც გადავიღე შეიძლება დამსახურება, ხო ხტები და შეიძლება ჩემსავით კიდე ძალიან ბევრი ადამიანს უნდა დეს რომ ზამთარში აი აქ გაუკვალავში ამოვიდეს რა. ნებისმიერ თქვენთაგან შეუძლია დამიკავშირდეს, ამოვიყვანთ და აი ეგეთ სიგიჟეებს ვანახებთ, ეგ იქნება დღე, ღამე, რავი, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ დღისითაც განსაკუთრებით ლამაზია ქოროლდის ტბები, ქოროლდი. ფასებთან რაც შეეხება, ყველას ინდივიდუალურია ყველა ლოკაციაზე და ნუ მაგას უკვე უშუალოდ მოლაპარაკების დროს. აი მაგალითად ხა ტიპი რა ეს დღეს რაც ჩვენ გავაკეთეთ, აი ეს რო გაიკეთებინა ტიპს აი რა დამიჯდებოდა ეს ყველაფერი დღეს. რომ ამოვიდეთ აქ ფოტოები გადავიღოთ. ზუსტად ჩვენ რაც გავაკეთეთ რა. არჩე ერთი 400 ლარი. 400 ლარი. შეგვიძლია 400 ლარი გაუშვათ სვანეთის ბიუჯეტში, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი რო გაიკეთებინა აკადემიას დაждდებოდა 400 ლარი. აქ დარჩენა სავარაუდოდ უფასოა ახლა ამ ეტაპზე, ხო? ამ ეტაპზე ჩვენთვის კი ამ ეტაპზე. არა, ისე მომფაი ხა ადამიანმა მოვიდეს მაგალითად. კი ბატონო. აქ შემოსვლა, გათბობა რაღაცა ეს ყველაფერი ალბათ ხა ამაში მეგონი არ ჩარჯავენ, ხო? არ მგონია. ხო, არ მგონია. ნუ ეხლა იქ უკვე აღარ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვიშე მოვიჭერით ეს მაგრამ ისეთი მაგარი ადგილი რა ვარო. მადლობა მაგას. მადლობა ეს მიმასპინდეს და ამფუძნებს რომ აქ ეს ააშენა ყურადღება. წარმოიდგინე აქ ამ ხელაში რომაა ჩადებული. ხო, აი სიძახი, ეგ დასაფასებელია ნამდვილად რა. მოვიტანეთ კამერა, გავიდა 1 საათი. ცოტა მეტი და მოდი ერთად ვნახოთ ჩემო ძმაო. რა გამოგვივიდა, რა? ვაუ. ბიჭო, ამას შეხედე. ვარსკვლავი ნახე. ნახე როგორ წვია. მოკლედ, მეგობრებო, შეფასება თქვენთვის მოგვინდია. 1, 2 და 3. ყოველთვის როცა galaktikas ვიღებ და ველოდები, სულ სხვანაირი ფიქრები მიტრიალებს თავში. ვიაზრებ, რა პატარები და საბრალოები ვართ მაშინ, როცა ფულით, სამსახურითა და დღევანდელობის ქაოსით თვალება ხვეულები, რაღაც გაცილებით დიდს, მშვენიერსა და ღირებულს ვერ ხედავთ. მოვედი სასტუმროში, ეს იქნება ჩემი სახლი 2 დღე. ამ სასტუმროს ქვია კახრი რეზორტი. ეხლა შევიდეთ და ვნახოთ როგორია ჩემი სახლი ძმაო. გამარჯობა. მოვახციეთ. კი, ქოროლზე ვიყავით, გადავიღეთ, ეხლა მაგით მოვიდეთ პირდაპირ. 300. ოკეი. კი ბატონო, მადლობა დიდი. აჰა. შვენიერი სტუდიოს ტიპის. ოჩახ. აქ სამონტაჟო რაღაცა. ვაუ, ძალიან კაია. მოწესრიგებული კოხდა დახვეწილი ლამაზი. იდეალური ნომერია. სუპერ. ამ ნომრის ფასი არის 250 ლარი ერთი ღამით, ამიტომ რახან 2 ღამე ვრჩები, გაუშვათ 500 ლარი სვანეთის ბიუჯეტში.
გათენდა მეგობრებო, ამ წამს გავიღვიძე. და აი ძმაო ხედი. ამაზე მაგარი ხეძე გაღვიძება, სვანეთში რავი სადღა უნდა გაიღვიძო მეტი რა ვიცი. დღეს თეთრნულდის დღეა. ამ კურორტზე უნდა ავიდე და გავიგოთ როგორია იქ დასვენება, სრიალი, რაფასებია და ასე შემდეგ. ახლა მესტიის ცენტრში ვარ, იმიტომ რომ საკუთარი მანქანა როცა არ ყავს, ტაქსი საყვანა გიწევს რომ მიაღწიო თეთრნულამდე. ხო და გავიგოთ ეხლა რა ღირსեք გამბავი და წავედით მერე კურორტზე. ამარჯობა. თეთრნულზე რა ღირს მისვლა? მარტო ხარ? მარტო ვარ კი. ისე 200 მანქანა უნდა ჩამოყალიბო. მანქანა კი 200 ლარი მისვლა? მისვლა და ჩამოყალიბო. მერე საღამოზე დაგირეკო და ჩამოსვლაც შედის მაგაში? კი. მოკლედ 200 ლარი ღირს ტაქსის მომსახურება, მაგრამ მხოლოდ ცალი გზა არა, ანუ აკავ ხარ? და მერე უკანა გზაზე ისევ მოყავ ხარ რა. დავიძარით. 20-30 წუთი ჭირდება მისასვლელად და ეს დროც წამში გადის სვანური ესთეტიკის დამსახურებით. ცხადია, რომ აქ მაღალი გამავლობის მანქანაა საჭირო. ესეც კურორტი თეთრნულდი მეგობრებო, საიდანაც პირდაპირ ესე გვიმზერს უშბა. თეთრნულში საინტერესო ის არის, რომ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სასრიალო ტრასა, რომლის სიგრძე შეადგენს 9.5 კილომეტრს და 4 საბაგირო დამონტაჟებულია აქ თეთრნულზე. და სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე არის 30 კილომეტრი, წარმოიდგინეთ. ეხლა დავჯდები და ნახავ როგორია ზევით ჩვენი თეთრნულდი. 7 დღე სეზონზე ღირს 268 ლარი, 1 დღე ღირს 50 ლარი, 2 ასვლა ღირს 25 ლარი. ძამაგარია რომ საბაგიროთან რიგები არ დგას რა და არ ვიცი არ გიწევს ლოდინი და დროის კარგო უბრალოდ ესეთ გომაში, იმიტომ რომ იმდენად გრძელია ეს გზა. სანამ ადამიანი ბოლომდე ავა და ჩამოსრიალდება, მოკლედ არ უწევს იქ მოგუჩება ადამიანებს რა. ამიტომ ეს ძალიან დიდი პლუსი აქაურობის. აი ესეთი ლომაზაში ამოდიხარ პირველი საბაგიროთი, საფრული ხედები თავისთავად. ერთი კაფე გვაქვს, ორი კაფე გვაქვს. აქედან მეორე საბაგირო ადის უფრო ზევით კლდეებში. ხო და სანამ ზევით ავალთ, შეგვიძლია რომ კაფეში შევიდეთ და თითო ჭიქა დავლეთ და გავხურდეთ რა. რეგლებელს დავლევთ თითოშოთს. თითოშოთის ფასია 20 ლარი, ანუ 40 ლარი შეგვიძლია გავუშვათ სვანეთის ბიუჯეტში. მადლობა ძმაო. ეს პატარა კაფე შესვენების და თავშეყრის ადგილია. სასიამოვნო ატმოსფერო, სასმელი, საჭმელი და რაც მთავარია, დიდებული უშბის ხედი. აი ამ საოცარი ხედის ფონზე სვანეთს გაუმარჯოს რა. გაუმარჯოს. მოსაბაში ამოვედით აგერ მეორე საბაგიროს ბოლოში და ნახე რა სილამაზე. ამას უყურე. აი ეს არის მესამე საბაგირო, რომელთაც ადიხარ უკვე 3000 რამეზე, 3167 მეტრზე თუ რაღაც ეგრე მოკლედ რა. წარმოიდგინე ჯერ რა გიჟულე, ყოველ კლდეებიდან ეშვებოდი. და მე რამხელა სიამოვნებას მიიღებ აი ამ ხედებზე სრიალებს რა. უამრავი შესაძლებლობაა თეთრნულზე, ანუ ხალხი სრიალებს აქედან რასით, იქეთ ვიღაცები გაუყოლავზე სრიალებენ, ვიღაც საერთოდ თეთრნულზე ფეხით ადის, ორღადა ნახე სად მიდიან, აქედან ვერ ნახავ, ამიტომ ეხლა დრონს გავუშვებ და მიუახლოვდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ფეხით ცდილობენ ავიდნენ თეთრნულზე იქიდან დაეშვან. მოკლედ, კლდეებში გავფრინდეთ ეხლა დრონი. ამ არაჩვეულებრივ ხედზე მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ ძალიან საინტერესო ნივთი. აგეძმაო, ეს არის EcoFlows Delta 3 გიგანტური powerbank-ი, რომელიც დარწმუნებული ვარ უამრავ თქვენგანს, ყველას თუ არა, ძალიან ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში გამოგადგებათ. წარმოიდგინეთ სახში წავიდე შუქი და გინდა ტელევიზორს უყურო, შეაერთე და უყურე. მაცივარი შეაერთე, ტელეფონი დატანე, ლეპტოპი, ასე შემდეგ. თუ მოგზაურობ და თავგადასავლები გიყვარს, მით უმეტეს საშენოა, იმიტომ რომ ჩააგდებ მანქანაში და ჩათვალე რომ აი ყველაფერს გიტანის ახლა და მაქვს აგერ დრონი, ლეპტოპი, ტელეფონი, ტექნიკური მახასიათებლების ჩამოთვალს არ დავიწყებ ახლა რამდენი ვატ საათი და რაღაცები. ეგ თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში რა. უბრალოდ გაჩვენებთ რომ წინა მხარეს გვაქვს 4 220 ვოლტი გამომავალი, აქვე გვაქვს 12 ვოლტი თუ იმას რამეში დაგჭირდეთ. მეორე მხარეს გვაქვს 4 ცალი USB-A
და 2 Type-C. ამ მონსტრის შეძენა შეგიძლიათ ჩემი YouTube არხის სპონსორის ალტას მაღაზიათა ქსელში. და მადლობა ალტას, რომ საშუალებას მაძლევს ჩემი მოგამები გავისწორო, ძალიან ბევრი მაგარი ვიდეო გადავიღო და ბევრი ვიმოგზაურო. მოკლედ მე იქ მესტიაში ფეხი ისე მეტკინა, რომ ვერ ვსრიალებ, შანსი არ მაქვს. და ეს ტრასა რო გაჩვენოთ როგორია სასრიალო. აგერ ჩვენი ძმა გადავცემ კამერას და სუბოლოდან, სუზემოდან სუბოლოში დაიშვება და ყველანი ერთად ნახავთ როგორია 11-ზე სრიალი. მზად ხარ ჩემო? ამაში. თავი დამოლიდე. დავსხედი საჭმელად, კუბდარი გვაქვს მენიუში, 2 კუბდარი და 2 კოლა. კუბდარი ღირს 17 ლარი, კოლა ღირს 5 ლარი. ანუ ეს შენი 44 ლარი ჯამში. ყაია. მაგრამ ლაილაში რო კუბდარი უჭამე ზამხულში. დღემდე მახსოვს გემო. და იმედი მაქვს რომ მოვასწრებ წასვლამდე ეგ შევლას. 11-ზე საბაგიროები იკეთება 4 საათზე. დაიკეტა უკვე. და ჩვენ ახლა გავეშურებით სახლისკენ. დამღლელი დღის მერე რომ მოხვალ სახში რა სწორს ყველაზე მეტად იცით? აი ეს ხმა, უსმინე? ძალიან კაია. ერთი იმიტომ რომ ჩემი YouTube არხის სპონსორია, Starbucks-იც ვიყავა და მეორე იმიტომ რომ მართლა გემრიელია რა. ამათ აქვთ სხვაყავებიც, სამმაგი ესპრესო მაგალითად, რომელიც რო დალევ, ხარივით ხდის. ფრაპუჩინო, ასე ქვია მყავს. ერთხელ გასინჯეთ, ყველგან იყიდება და მე შეჯდებით ამაზე. ქსიამონებს რა რაღაცაერთი განტვირთვის მომენტი მაქვს. ხედავთ, ძალიან სასიამოვნო მომენტია ეს. და ძალიან მადლიერი ვარ მოკლედ, რომ ჩემი YouTube არხის სპონსორები არიან და შესაძლებლობას მაძლევენ რომ ვაკეთო ის რაც ძალიან მიყვარს. გულისხმობ ჩემს მოგზაურობებს, სინემატიკურ ვიდეოებს და ამ შემდეგ. და თან თქვენს გასიამოვნებთ ამით რა. ახრის პირველ სართულზე ესეთი დახვეწილი რესტორანია, სადაც ჩამოვედი ახლა ვჭამო და თან გეტყვით რა ღირს. რამდენიმე კერძს ამოვარჩევ და დაახლოებით წარმოადგენა შეიქმნით რა რეინჯში ტრიალებს აქ ფასები რა. აი მაგალითად ლობიანი ღირს 15 ლარი, მეგრული ხაჭაპური ღირს 22 ლარი, კარტოფილი ფრი ღირს 10 ლარი, ქართული სალათი ღირს 14 ლარი. მე შევუკვეთე მეგრული ხაჭაპური 22 ლარი, ფრი 10 ლარი და კოლა 5 ლარი. 50 ლარი ვთქვათ რა. 50 ლარი დღეს, 50 ლარი გუშინ, ანუ 100 ლარი შეგვიძლია დავამატოთ სვანეთის ბიუჯეტს. ახლა მოვედი კომპანია სვანეთი ჰელისკიინგის ბაზაზე და თვითონ სიტყვა გეუბნებათ რა უნდა მოხდეს რამდენიმე წამში. ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნება, უდიდეს სხვა სიამოვნებათა შორის არის ის, რომ ამოხვიდე სვანეთში და ამ კოპტერით შემოიფრინო. ადამიანები ძირითადად ევროპიდან ჩამოდიან იმისთვის, რომ სვანეთის მწვერვალებზე აფრინდნენ და იქიდან დაეშვან ისრიალონ, ადრენალინი განიცადონ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ერთი კვირით 10,000 евро ღირს ერთ ადამიანზე. და ფასში შედის აბსოლუტურად ყველაფერი. დარჩენა კვება, აეროპორტიდან მოყვანა და აეროპორტშივე დაბრუნება. აუცილებელი არ არის ექსტრემალი იყოთ და დღე-დღეს რეალებით მაინც და მაინც შეგიძლიათ ისე იქირავთ ეს კოპტერი. და მაგალითად უშფას მოარტყაწრე, ან მესტიას შემოუფრინოთ, ან რომელიღაც ფერდზე აფრინდეთ, ჩამოსხდეთ, შამპანური დალევთ, ფოტოები გადაიღოთ და უკან დაბრუნდეთ. და ერთი წუთი 50 евро დაგიჯდებათ. შეგიძლიათ მთელი დღე იფრინოთ, პრობლემა არ არის. დღეს ჰელისკიინგისთვის ცუდი ამინდია, ამიტომ უბრალოდ მესტიას შემოუფრინეთ. ჩემი ფრენა 7 წუთიანია და დავამატოთ ბიუჯეტს 350 евро, ანუ 950 ლარი. მე რადგან ვერ ვახერხებ ერთ მაგარ კაცს, რომელიც სულ დაფრინავს, ნიკა გელაშვილს თხოვე გადაიღო, ეჩვენებინა თქვენთვის რა სიგიჟე და ბედნიერებაა ჰელისკიინგი.
რა ჯდება რესტორანში დაჯდომა მესტიაში? ამას ახლა გავიგებთ. მოვედი რესტორან ლაილაში და ეს რო ჩემი ფავორიტია, ეს ალბათ ჩემი წინა სვანეთში მოგზაურობის ვიდეოდანაც კარგად გემახსოვრებათ. შევყვეთე კუბდარი უეჭველად, ფეტვიანი ჭიშტვარი, მწვანე სალათი ყველით, რომელიც შეიძლება თეფშიანად შეჭამოს ადამიანმა და 2 ცალი კოლო, რაც ჯამში გამოვიდა 51 ლარი. აგერ ეს არის მწვანე სალათი ყველით, ჯერ პორცია ნახე რამხელა და როგორ მადისახმძვრელად გამოიყურება. ჭიშტვარი, აი ესეთი რაღაცა არის. ეხლა კუბდარი მინდა გაჩვენოთ რა. აბა დასკრინეთ და კონს თუ მოძებნით, რა ვიცი შემოძმაო, საღოლ თქვენ. ნახე რა როგორ გამოიყურება და რა სავსე არის ხორცით. აუ, ღმერთს ფიცა ვარ საუკეთესოა ძმაო. მოკლედ სვანეთში 2 დღიანი მოგზაურობის ბიუჯეტი გამოვიდა 2771 ლარი. დაწერეთ კომენტარებში თქვენ რა დაგიჯდათ ბოლოს აქ ამოსვლა და როგორი დრო ატარეთ. ახლა კი წავედით გოდერძიზე. სასტუმრო ამბასადორი იქნება ჩემი მასპინძელი ამ 3 დღის განმავლობაში. ამ წამს ჩამოვედი, ხა შევალ, დაუბარგდები, სასტუმროსაც გაჩვენებთ და მე რა თქმა უნდა თავისთავად გაჩვენებთ როგორია დასვენება გოდერძიზე. წავედით. გამარჯობა გენაცვალე. მაინტერესებს ჩვენი ნომერი. რა კატეგორიის ნომერია? ანუ ზოგადად რა კატეგორიის ნომრები გაქვთ? ექსეკუტივ სუიტი, საპრეზიდენტო. და მაინტერესებს ერთი ღამის ღირებულება რა არის? ერთი ღამის ღირებულება ახლა რახან საუბარს დაკლება ჩავუშვით. ორშაბათი და ხუთშაბათის ჩათვლით არის 200 დოლარი და ჩვეულებრივად პარასკევი შაბათი კვირა, ნუ ყველაზე მოთხოვნადი დღეები არის 230 დოლარი. მოკლედ როგორც გავიგეთ, ერთი ღამე აქ რომ ამოხვიდე და დარჩა ამბასადორში დაგიზდებათ დაახლოებით 200 დოლარი. ხო, ხანდახან ფასდაკლება, ხან ისე, ხან ასე. 200 დოლარი დავამატოთ ჩვენ ბიუჯეტს. ესეთი მისაღები გვაქვს. შვენიერი სივრცეა, პატარა ბარი, რაღაც აქ სამონტაჟო. აქეთ გვაქვს საძინებელი. შვენიერი საყვარელი საძინებელი. აუ, რამხელა ტერასო ქონია, ხო არ გადავა, მე შეხედე. გვაქვს პირდაპირ ხედი გონდოლებზე. მოკლედ შესანიშნავი ნომერია, ძალიან ყოფილი ვარ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ანუ რა ფასსაც აქ იხდი, რეალურად იღებს შესაბამისად იმ ხარისხს და მომსახურებას, რაც უნდა მიიღო მაგ ფასში რა. ამიტომ ძვირი, ავი, მე მგონი არ არის ახლა. და დღეს ესე ვთქვათ, ჩილაობის დღე მაქვს, ანუ დღეს არც რეალს ვაპირებ, არც სადმე ასვლას და ლაშქრობას და რაღაცებს. უბრალოდ დავისვენებ, სალისას დავილოდები, ჩამოვა. გავშინაურდებით მოკლედ გოდერძისთან და ხვალ დილიდან უკვე დავიწყებ თავგადასავლას. ეგრევე ჭიქებით შვენიურად. უი, მესალი. უი, გიო. ჩამოვიდა მეუღლე, ანუ ახლა ყველაფერი უკეთესად იქნება. პირველი ჩვენი აქტივობა დღეს არის ფრირაიდი. რახოს რა მოხდება მთებში. გაუყოლოში არასდროს მისრიალია და დღეს მომიწევს პირველად და თან იგრევე მაგარ გამოცდილ ხალხთან ერთად. შევიკრიბეთ, აუბარგდით და დავიწერეთ. მოდი ამ ვიდეოში აღარ ვახსენებ ულამაზეს გზას, იმიტომ რომ დავიღალე. ვიარეთ და ავედით წვერში. ხილვადობა ძალიან დაბალი იყო და პირველ წაზე შემეშინდა გაუყოლოში გარისკვა. ბიჭებს ეკიდათ იმდენად გამჯდარი აქვს სრიალი და დაიშვნენ. აუ რა კაია. რა კაია. საი. ეხლა ვესაუბრე აი ამ კესბორელის მძღოლს და მითხრა რომ ამის ქირაობა 1 საათით ღირს 450 ლარი. მოდი ვთქვათ 400 ლარი. დღეს ჩვენ ეხლა უკვე 2 საათი ეს გვყავს და სავარაუდოდ თუ კიდე მოინდომეს ბიჭებმა სრიალი კიდევ ალბათ 2 საათი გვიყოლება, 4 საათი გამოვიდა 1600 ლარი. არ არის აუცილებელი რომ ფრირაიდერი იყოთ და მაგიტო იქირაოთ ეს არა, ისე შეგიძლიათ მეგობრებს, რა ვიცი, ოჯახს, ვისაც გინდათ რა, რომ დაიქირაოთ, წახვიდეთ ზევით თებში, გაუყალავებში, ტყეში და ისიამონოთ ამ ზღაპრული ბუნებით რა.
მეორე ასლაზე ჩემი ჯერიც დადგა და მაგრად გამისწორდა მართლა. Red Bull, please contact, bro. Watch. Die! Shit. ჩვენადგან ბევრნი ვიყავით, ჩემს წილად ეს სიამოვნება დამიჯდებოდა სადღაც 250 ლარი ერთი დღით. უფასო რომ არ ყოფილიყო. ვერ ვიტყვი რომ ცუდი იყო, ძალიან სასიამოვნო. ამბავია თლიან, აი, რაღაც სხვა შეგრძნებები აქვს ტაქსიდან განსხვავებით, მაგრამ არა, ძმა, ხუჭი რომ დაივარჯიშო და მე აატრაკო. ფასებსაც შეეხება 100 ლარი. სრული დღით მთელი ეკიპირების ქირავა შედის. ხელმომრები ბათიკები, ჩაფხუტი, სათვალე, ყველაფერი მოკლედ რაც ჭირდება სრიალისთვის ადამიანს. ჭამის დროს მოვიდა და მენიუში ჩვენ ახლა შევუკვეთეთ ქათმის წვადი, ლობიო კოტანში, კლაბ სენდვიჩი, წყალი, სახლის ლიმონადი და ქათმის ნაგეტსი. რაც ჯამში გამოვიდა 123 ლარი და შეგვიძლია ეგეც დავამატოთ ბიუჯეტს. ესე იგი, თუ სასტუმრო ამბასადორშივე შეჭამთ ყოველ დღე, დღეში ორჯერ, იმიტომ რომ საუზმე შედის ნომრისფაში, თითო ჭამაზე სადღაც 70 ლარი უნდა გათვალოთ, რაც ამ 3 დღის განმავლობაში გამოდის 420 ლარი. თუმცა ჩვენ აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციამ დაგვპატიჟა და ყველაფერი გვაქვს საჩუქრად. რაც შეეხება გოდერძის სრიალის ფასებს, ჩვენ ახლა აქ 3 დღით ვართ, 3 დღის სეზონზე ხდება 86 ლარი უფროსი, გაუშვათ ბიუჯეტში და 53 ლარი უმცროსი. 86 ლარი დაემატა ჩვენს ბიუჯეტს. ხო, სეზონური თუ მოგინდებათ სულ ერთი გოდერძი, ბაკურიანი, გუდაური და მესტია 650 ლარი ღირს მთელ სეზონზე, რომ ყველა კურორტზე ისრიალოთ ესე ულიმიტად რა. გოდერძიზე ამ ეტაპზე მხოლოდ 2 საბაგირო მუშაობს, მაგრამ რაც ველოპარაკე, მომავალ წლების განმავლობაში იგეგმება ამ კურორტის ძალიან კარგი და მაგარი განვითარება. დაემატება ღამის სრიალი, სხვა გზები და ასე შემდეგ. ეხლა მას შეგახედებთ. აი ეს ადგილი არის ჩვენი ამბასადორის სასტუმროს ტერიტორია, სხვა სასტუმროებიც არის, საოჯახო სასტუმროები, რაღაცები 1724 მეტრზე. პირველი საბაგირო გონდოლებით ესე ადიხარ. აი აქ 2024 მეტრზე და აქედან უკვე გადაჭდები აი იმ მეორე ღია საბაგიროზე, რომელიც აქ იყვანს უკვე ზევით 2366 მეტრზე და დაიშვები და ისიამოვნებ ჩემო ძმაო. განსაკუთრებულად სასიამოვნოს გოდერძის სრიალს ხდის ის ფაქტი, რომ ხოლო ციტეთრე კი არ არის გარშემო. ნახეთ, აი ესე ძველი სახლებია, ხის სახლები, ზოგი მიტოვებული, ზოგში ალბათ ზაფხულობით ამოდიან იალაღები მოკლედ, რა. და ანუ ხო ხტები ხარ რომ სრიალე და აი ამ სახლებში გადიხარ და მოკლედ ძალიან სასიამოვნოა და აქედან გამომდინარე სულ რო ტრასის რაღაც მონაკვეთებში მოყინული იყოს და აი ნახეთ ახლა მაგალითად ეს ადგილი ცოტა მოყინულია არასწორებს, მაგრამ აი ამ ესთეტიკის და აი ამ სახლების და აი ამ ვიზუალების გამო გოდერძის ტრასას ჩემგან 10-დან 10 ძმაო. გონდოლებთან ახლოს არის ესეთი საოჯახო სამზარეულო. სადაც შეგიძლიათ შემოხვიდეთ და ჭამოთ საოჯახო რაღაცა ისეთი კერძები. ნუ ფას სისტემა შევამოქ ახლა. სიტყვაზე ამბასადორში თუ გიждდება რაღაცა შედარებით ძვირი, აქ დაგიждდება შედარებით ნაკლები. მაინც უნდა იცოდეთ რომ აქაც შეგიძლიათ ჭამო რა. ხო და ახლა ნახოთ აი რაღაც დაახლოებით აქ კერძები რა. კიდევ გამარჯობა. გამარჯობა გენას. აი ეს ადამიანი იქნება თქვენი მასპინძელი აქ. ხო, მაღაზიაც არის, ანუ შეგიძლიათ სიგარეტი იყიდოთ, რა ვიცი, ტერეა და სხვადასხვა რაღაცები, რა. მაღაზია და სამზარეულო ერთად რა. აი მენიუს რო შევხედოთ, აი მაგალითად კუბდარი ღირს 20 ლარი. შემწვარი კარტოფილი ღირს 12 ლარი, სალათა ქართული 15 ლარი, ცეზარი 20 ლარი და ნუ ასე შემდეგ რა. დანარჩენი ახლა თქვენ თვითონაც შეგიძლიათ წარმოვიდგინოთ. ჭამა არ უგინდა ჩვენ ახლა, იმიტომ რომ ნაჭამი მივართ. რედბული დავითრიე, დაჭდა 5 ლარი. შეგვიძლია გავუშვათ ბიუჯეტში. შემდეგ ბურანებით გასვლის დროც დადგა. ბევრი ვართ და ახლა ყველანი ერთად ვიმოგზაურებთ მაღალმთიან თოვლიან აჭარაში. ტყე და საოცარი ბუნება ცენტრთან ახლოსვეა და 1 საათსაც იმყოფინოთ. თუმცა თუ მაქსიმალური ადრენალინისა და სიამოვნების მიღება გინდათ, ფოტოების გადაღება, აკაური ესთეტიკით აუჩქარებლად ტკბობა და დიდთოვლიანი სოფლები გაინტერესებთ, 3 საათით მაინც უნდა იყვანოთ ბურანი. გზა და გზა ესეთ სასწავლო ადგილებზე ვჩერდებით მეგობრებო. ფოტოებს ვიღებთ, რავი, დავდივართ, მაგრამ ანუ აი მაღალმთიანი აჭარა როზე ხაბრული იყო ვიცოდი, მაგრამ აი ბურანებით ზამთარში თოლში ამ ყველაფრის საკუთარ თავზე გამოსდა მართლა ძალიან მაგარი და მაგარ ასწორებს და გირჩევთ რომ აქ როცა ამხვალთ უეჭველად, ანუ აი ყველაფერს მოვაკელით და ამისთვის გამოყავით ბიუჯეტი, რომ ბურანით მთელი დღე იმოგზაუროთ აკაურ მთებში რა.
თქვა გაგიჩნდათ რა მხელა თოვლი არის აქ. ხო მეგაჩვენებთ. ცალო დადექი ავტობუსის გაჩერებასთან. აი. აი, მხელა თოვლი გვაქვს. გოდერძიზე. ჰა? საკანელო ნახე. ვერ მივაღწიეთ დანიშნულების წერტილს, იმიტომ რომ სულ შერდებით. აი აქ როგორ უნდა გაჩერდე. ნახე, ამას შეხედე. ნახე რას გაპარია. სასწაულია რა. მართლაც სასწაული აღმოჩნდა მაღალმთიანი აჭარა ზამთარში და ეს ის ადგილია 2026 წლის გეგმებში, რომ უნდა შეიყვანო აუცილებლად. მოკლედ ახლა ვკითხე რა, რომ აი მთელი დღით რო გავიდეთ სიტყვაზე მე და სალი და ერთი პურანი გაგვიწყვეს ამ ეს ტიპი და გვატაროს აი ეს მთებში. რა დაждდება თქო და ანუ 12 საათზე რო გავიდეთ 6-ზე დაუბრუნდეთო, მაგის ფასი იქნება 1000 ლარიო რა. ანუ თუ მთელი დღით მოგიდებათ აი ეს სიამოვნების მიღება, უნდა გაითვალისწინოთ ამისთვის 1000 ლარი. ჩვენც ახლა მთელი დღე ახლა ვიარეთ. დავუმატოთ 1000 ლარი ჩვენს ბიუჯეტს. ამბასადორის ნომრის ფასში შედის სპა. არის 2 მდუღარე ჯაკუზი, აუზი, საუნა და ასე შემდეგ. ამ სიმაღლეზე სიცივესა და ღია ცის ქვეშ ცხელწყალში ყოფნა 100 მაგად სასიამოვნოა. აუ რა კაია ძალიან გასა. თითე როგორ შეგვიფასებდი აბა ამბასადორს. სხვათა შორის ან უნდა ვაღიარო რომ აი საქართველოსთვის ძალიან მაგარია რა. ანუ ეს ყველაფერი ორგანიზებულად, ახლოს სრიალი, დასვენება, რელაქსი, კომფორტი, ყველაფერი არის იდეალური რა. მშვენიერია. მე ცოტა ვითამაშეთ. ცოტაზე მეტი დავლიეთ და მოვლენების სინემატიკური თხრობის ფარგლებს გასცდა. ამიტომ უბრალოდ კადრებს გაჩვენეთ. ტიტველი ვინც აგებს ქალის გარდა რა თქმა უნდა ტიტველი ვინც არის თოვში აი ესე შენ შეგვიძლია მაქსიმუმ 13 წამში ყველა ბურთი დავასტრაიკებთ ძმაო ზე გახდილიო ძმა ანზე ერთი მეორე სად არის გამოვიდა რომ ასეთი სასიამოვნო ექსტრემალური და გემრიელი დასვენება გოდერძიზე ჯდება 3681 ლარი. ახლა კი წავედით ბახმაროში. ბახმაროში მოგზაურობა სოფელ ჩხაკაურადან იწყება, სადაც აი ეს მონსტრი კესბორელი მოვა. ჩაქსვავთ, დაგაბინავებთ და წაგიყვანთ ზევით მთებში. ბევრი ვიარეთ, ცოტა მოვადექით ჩვენ სასტუმროს და ის იქნება ჩემი სახლი ამ 2 დღის განმავლობაში. გამარჯობა. აი გერგოქ ჩვენი პატარა გარაჟი. გამარჯობა. გამარჯობა, ჰაი. ჩვენი ბარი, გამარჯობა. ნახე რა სიმყუდროვია, მთელი მარაგები, ამბები. ჩვენი სამზარეულო, გამარჯობა. Hi guys. აგერ ჩვენი ძმები ჩილაობენ. ნახე რა ხედზეა თან ამბავი. იქ პატარა აუზი გვაქვს. აქ დაჟე საუნა. მთელი ამბავია რა. ანუ 20-ზე მეტი საძინებელი წარმოედგინეთ ხალხო და სუსავსეა რა, ანუ და ყველა ეხა ვინც აქ არის, ყველა უცხოელია ხო, ყველა ტურისტია. ყველა ჩამოსულია ფრირაიდზე სასრიალოთ რა. ამ კესბორელებით ესე აკავთ თებში და სრიალებენ. რას გაპარში ვარ ახლა? ეს კარგად რო გაჩვენოთ. რა უნდა ვქნათ, დრონი უნდა გავუშვათ. ხო და ეხა ზეციდან დაგანახებთ. Take off. ამ ზღაპარს. აბა ბახმარო მასიური ტურიზმისთვის ჯერ ვერ არის მზად, რადგან აქ ვერაფრით ამოხვალთ, მხოლოდ კესბორელი ან ბურანი. შესაბამისად, აკავრობას ძირითადად პროფესიონალი ფრირაიდერი მოთხილამურეები და ექსტრემალები სტუმრობენ. რომც ამოხვიდეთ, ადგილზე ვერაფერს გააკეთებთ სასტუმროში ყოფნის გარდა, რადგან იმხელა თოვლია ფიზიკურად ვერ სადგაივით. ზუსტად ამიტომ არის საოცრად მისტიური და ველური ზამთრის ბახმარო ადამიანების გარეშე. How do you like Georgia guys? Good, we love it. We love it so far. Absolutely. ახლა დილის 9 საათია. აგერ ჩვენი ჯიგრები უკვე მზად არიან, ხოძე არიან, ნაჭამ, ნასვამი. კესბორელიც მზად არის იმისთვის, რომ ეს ხალხი წაიყვანოს აი ზევით იქეთ
თებში. მოკლედ ამათი სასრიალო ცხოვრება იწყება დაახლოებით 9 საათზე დილას რა. ეს სრიალი უბრალოდ სრიალი არ არის, ეს სრულად ორგანიზებული სრიალი. თავის სამედიცინო რაღაც დახმარებებით, ზოავის რაღაც აპარატებით, მოკლედ თელიაბა ეს უბრალოდ ჩამოვიდნენ და ტიპებმა მთაში წაიყვანეს არა. ანუ სრულად ორგანიზებული დახვეწილი სერვისია რა და ჩაო. ეს სასტუმრო ტერასა ბახმაროა, ექსტრემალების თავშეყრის ადგილი. აქ მათთვის სრული კომფორტი აქვს შექმნილი. სამჯერადი მრავალფეროვანი კვება, ყუდრო გარემო, ბევრი სასმელი, დასახლებისგან სიშორე და ასე შემდეგ. აბა ამ თოლში ჩვენ გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. ანუ ტიპი ჩამოდის აეროპორტში. აეროპორტიდან აქ ყველაფერს აკეთებს და აეროპორტამდე აქეთ საქართველოში ყველაფერს თქვენ უგვარებთ, ხო? ნუ ეხლა მივხვდი რომ ესე იგი დილიდან მთელი დღე სრიალი, შიგნით ჭამა სამჯერად ყველაფერი. ჭამა და სმა, რა ვიცი, მიდის მოკლედ დალევა, ჭაჭა ყველაფერი. ყველაფერი. და აი ეს ეხლა რას აი ეს მომსახურება ეს 5 დღიანი ტური რა, თავის დარჩენით, სრიალით, ამოყვანა, ჩაყვანა, ტრანსფერი. რა ჯდება? ერთ ადამიანს რა უჯდება? ეს უჯდება 2500 евро. თქვენ შემოიტანეთ ბახმაროში სიცოცხლე, იმიტომ რომ ამ ხალხამდე მე მგონი რომ ზამთარში არავინ არ მოდიოდა, ხო? მარტო მეთქი ვერ ვიტყვი. ნუ მეგეუბნები აი თქვენ ვინც ამ საქმეს აკეთებს რა. ეს კომპანია არის, ვის ამ საქმეს ემსახურება და ნაღდაც სიცოცხლე შემოვიდა და ეს საქმიანობა დაიწყო 2016 წლიდან, რომელმაც გაუწინა ბახმაროს და ჩვენი საქმე. მაშინ ბახმაროს გაუმარჯოს და თქვენ საქმიანობას. გაუმარჯოს. Why you come from Sweden? Like I know that in Sweden you have like crazy infrastructure, everything you like on the top level. From this point of view, why you come to Georgia like in Bakhmar where there's like at this moment there is no infrastructure, just wilderness. Why you come here? It's a little bit exotic, of course, but of course we come here because it's fantastic snow. In Sweden we have snow, but usually not as much as you have here. So from a skiing perspective, it's super good. Yeah. Okay. The people I'm meeting here, super friendly. I love you all. Okay. Secondly, would be the ski experience. Okay. So people are the first Don't place. forget the food. It's great food. Yeah. It's so tasty. I was waiting for this answer. ტერასა ბახმაროში რომ ამოგიყვანონ, სამჯერ გაჭამონ, ბურანით გაკატაონ ტყე და მთა, ერთი დღე დაგიჯდებათ 300 ლარი. მადლობა ამ მაგარ ხალხს სამთრის ბახმაროს გაცოცხლებისთვის. წარმატებებს უსურვებ. ჩვენ კი წავედით გუდაურში. გუდაური ალბათ ყველაზე ახალგაზრდული კურორტია და დედაქალაქთან სიახლოვის გამო მუდმივად გადატვირთული. ფასებით შესაბამისად შედარებით მაღალია. აქ 2 დღით ამოვედით და ვნახოთ რამდენს დავხარჯავ. მოდი ახლა გავიგოთ რა დაჯდება ეკიპირების ქირავება გუდაურში. ჩვენ მედასალის 3 წელი აქ დავდივართ ადრენალინში, იმიტომ რომ ძალიან ჯგრები არიან ხა მაღაზია და გაქირავებაც ერთი, მაგრამ ტიპებს რო გააჩინო შეხვალდა ერთ ცხოვრებას მოგაბეზრებ. ეგეთები არა. ძალიან ჯგრები და პოზიტივები ხარ. შევიდეთ და ნახოთ რა დაგვიჯდება ეგ ამბავი. მოკლედ, ეხლა მაინტერესებს ფასები და სამყარო თხილამური, ბათინკი, ჯოხი, ჩაფხუტი და სათვალე. ეხლა რა დამიჯდება ეგ ამბავი. კი ბატონო, სამყარო თხილამური თავის ბათინკით და ჯოხით 50 ლარი დაგიჯდებათ, დაემატება 10 ლარი ჩაფხუტის და 10 ლარი სათვალის. 70 ლარი, 70 ლარი მიზა ყველაფერი. კი ბატონო. დავაი, გამოვუშვით. ზეაფეხს მომეთხარი. 42. აი, ასე გამოიყურება ადრენალინის მეორე ფილიალი, რომელიც არც თუ ისე შორს არის პირველისგან და მარტივი ფორმულაა რა, ანუ გუდაური, ადრენალინი, გუდაური. აქ ჩამოდიხარ, გახსენდება ადრენალინი, ყველაფერი აქვს რა, ანუ ესე იგი 2 დღით სრული ეკიპირება გამოდის 140 ლარი და ამით გავხსნათ გუდაურის ბიუჯეტი. 20-35, 70, ხო? მოკლედ, ერთი ასლა საბაგიროს ხდება 20 ლარი, 3 ასლა ჯდება 35 ლარი და მთელ ერთგიანი აბონემენტი ჯდება 70 ლარი. 2 დღით საბაგირო კიდევ 140 ლარი. გონდოლა და რო გამოხვალთ, ესეთი სივრცე არის, სადაც კაფეები, ბარები და ეს რაღაცები, ობიექტები მოკლედ რა. აქ იკრიბება ხალხი, ანუ ჩვენ გავართ ფაქტობრივად აი ფერდის შუაში. Castle Bar-ი რა. ჩვენ მეგობრები რომ ამოდიოთ ხოლმე, სულ გვჭამთ, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი რაღაცები აქვს, ხო და? როგორ ახარ? კარგად. Hot dogis, fries და კოლას პასი გვაინტერესებს. ბარმერი რა სატრა. დავაი. ანუ hot dogi, free და კოლას პასი გვაინტერესებს YouTube ვიდეოსთვის. 25 ლარი. ესე იგი, hot dogi, კოლა და free გამოდის 25 ლარი აქვს. დღეში ერთხელ სრიალისას აქ რო ჭამო და რესტორანში არ კარგო დრო, გამოვიდა 50 ლარი. ჩვენი თომა, მეგობრებო, თომა არის ამ ყოველფრის შემქმნელი რა.
ეს არის კაცი ადამიანი. დავაი დაასხე. ყველაფერს მოყვება უფასო ჭაჭა მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენ ქართველი ხალხი ერთმანეთს უმასპინძლდებით. შოთი ყველა შოთი ღირს 10 ლარი ქართველზე და 15-20 ლარი ღირს უცხოელ ადამიანზე. ხო სწორია? ხო, ეგ არის პასები. ეხლა აქ დავლიეთ დაახლოებით 3 შოთი უკვე. ხო და შეგვიძლია ეგ დავამატოთ ჩვენ ბიუჯეტს. Tell me how you feel about Georgia? I like it, very, very like it. You like it? Yeah! Are you drunk? I try to move Little bit. მაგალითად ეს არის Northern Mountains ქვია, ესეთი ადგილია, სადაც ყოველდღე ტექნოს უმერავენ და ეხაც გლობა თან ძალიან მაგარი ამინდია. და ეხა ის ადგილს რომ მოხვდები, ასე ერთი შოთი უნდა დალიოთ. ეხა დავლევთ იაგერი, თან ჩვენ ბიუჯეტს დავამატოთ მაგის ფასი. კიდე ერთხელ სალამი ძმაო. ერთი შოთი იაგერი მინდა და ფასიც გითხარი რამდენია? იაგერი გის 20 ლარი. 20 ლარი. 20 ლარი გის ერთი შოთი იაგერი. სხვადასხვაელების ფასებს ეხა დაახლოებით თქვენთან დაიაგარიშე. 20 ლარი გის ზოგადად ტეკილას, იაგერიც არ არის 10 ლარი. ჭაჭა გის 5 ლარი ძმაო. ოკეი, ჭაჭა 5 ლარი, არაყი 10 ლარი, იაგერი 20 ლარი. კი ბატონო, ტეკილა 20 ლარი, ჯინტონიკი 30 ლარი. არა, გაბერილი ვაფშე ფასები. ანუ ჩვეულებრივი ფასებია რა. ჯე, ჩემი ძმაკაცი. გუდაურში სრიალს რაც შეეხება, ეს არის იდეალური გამოცდილება. ბევრი ტრასა, კარგი თოვლი, იდეალური ხედი და ასე შემდეგ. აქ შეგიძლია ისიამოვნა როგორც დამწყებმა, ისე მოყვარულმა და ფრირაიდერმაც. სრიალის მერე ცეკვა და გართობა ასწორებს. თან ლასოვიჩი სულ კარგი მუსიკა დაურაა, ხო და შევედი. არ მახსოვს აქ რა ღირდა იაგერი, არ მახტევინებდნენ, სადღაც 5 შოთი დავლია. ვივარაუდოთ რომ 20 ლარი ღირდა და დავამატოთ 100 ლარი. მერე მთვრალ ალუბალშიც გადავედით. აქ ვიხდიდი, მაგრამ არ მახსოვს რამდენი დავლია და რამდენს ვიხდიდი. დაახლოებით თქვა აქაც 5 ჭიქა და გავუშვათ კიდევ 100 ლარი. დღეს დიდი დღეა, უნდა ვიფრინო. უნდა გადავლახო მაგარი შიში ჩემოს მამით, რომ რამდენიმე წელი გამიშთა სიმაღლის შიში და ხა წარმოგიდგენ პარაპლანით აი სადღაც რო ავიწევით. ამ ეპიზოდის სპონსორია Pampers-ის Pampers. Pampers-ის Pampers-ი. ჩაი სადაც მოგინდება. მე საერთოდ არ ეხა ნერვიულობ ვერ გეტყვით, სადაც ნერვიულობა ის ეხა, რა ვიცი. აი ამას გაპრულ ხედზე რო არ გაფრინდი ადამიანი არ შეიძლება რა. ამიტომ ესეც აუცილებლად უნდა მიმოთვალოთ გუდაურში შესაძლებელი აქტივობების სიას რა. ჯორჯ, მითხარი რომ მზად ვართ და მითხარი რომ ყველაფერი წესრიგშია ძმა. მზად ვართ, ყველაფერი წესრიგშია. უჭველი არ გაწყდება, უჭველი არ გაიხრიტება, არ გამძვრება და რაღაცა ხო? რა თქმა უნდა. ჯო, აზერი არა. აღარ მინდა იუთუბერობა, ხორცილებს უნდა დაუბრუნდეთ. ერთი ორს თქვით გითხარი, რა ჯდება ის სიამოვნება, რომ ხალხმა იცოდეს და ჩვენ ბიუჯეტს დავამატოთ რა. გუდაურში არის 350 ლარი ფრენა. სხვადასხვა ლოკაციები გაქვს და ყველგან ინდივიდუალური ფასები არის. ანუ გუდაურში სადაც არ უნდა ვიფრინო 350 ლარი. 350. კაი, გავუშვათ ბიუჯეტს 350 ლარი. როგორც გახვალ თუ არა და ღრმა ვინგოები იცი. არ გაბედო შე, რაღაცა სალტოებია დაიწყო. სპირალში ძმაო. არა, რა სპირალი ძმაო, სპირალი არა, წფეზეი არა, შეთას გაბსა. სიმაღლე ილუზიაა, გიორგი. დავაი. აი ილუზია, გიორგი. გიორგი. ოი და, მადლობა. ჩემი ხარ. სიმაღლე ილუზია, გიორგი. აუ სიმაღლე შიში მაგიო. აი კიდე უკვე გადალახული. სიმაღლე ილუზია, გიო. გადავიდე? აი დავიდე? არა, მადლობა. აუ რა მაგარია, ხო, გადავა. არა ძმო, მიწა კაია. მიწა. იმენა. მიყვარხარ. საღო ძმო, იმენა, ვინგოვერი ხარ იმენა. კიდე ხوار გამოხმიეთ. არა. აბა. ფრენის მერე არანაკლებად ექსტრემალური გართობის დროს დადგა. ერთი არის პატარა ბურანები, და 15 წუთი ტრიალებ და ეგ ღირს 150 ლარი ერთი ადამიანი და მეორე თემა არის აი ამ ფრირაიდ ბურანებით თებში გასვლა გაუყალავში რა, რომელიც ღირს 1 საათი 400 ლარი და 9 საათი 200 ლარი. ხო და რა თქმა უნდა ავარჩიე ფრირაიდი და ნახოთ ეხლა როგორია ეგ ამბავი.
ბურანებით ფრიდაიდი მართლა სასწაული გამოცდილებაა. რაღაც წერტილამდე შენატარებ და მერე ღრმათოლში თვითონ შეგაგრძნობინებენ ამ სიამოვნებას. ესეთია ფრირაიდის ტური ბურანებით, ამ ძალიან მაგარ ხალხთან ერთად. ყველა ვისაც გაგისწორდებათ, აი ეს თავგადასავალი, აგერ ძმაო ნომერი, დარეკავთ და მოგხედავენ, ხო ეგრეა? ეგრეა ძმაო. მოვედით ახლა ჩვენ სახმანქანასთან და მინიმუმ მარტო იმიტომ ასწორებ სახმანქანა, რომ აი ესე შეგიძლია მეგობრები მოხვიდეთ, სასტუმროში მისვლამდე გამოიცვალოთ, ტუალეტში შეხვიდეთ, საჭმელი ჭამოთ, დაისვენოთ. ხო, ამიტომ ჩემს სახმანქანას გაუმარჯოს მო. ბინასაც შეეხება ჩვენ სასტუმრო გუდაური ლოფტში ავიღეთ კერძო მესაკუთრისგან ერთი ღამით და გადავიხადეთ 250 ლარი. პირდაპირ სასტუმროს რომ მიადგეთ, სხვა ფასები დაგხვდებათ. ახლა მოვედით აუზზე რა, რომელიც უფასოდ ეკუთვნით ლოფტის დამსვენებლებს. მაგრამ თუ ლოფტის დამსვენებელი არ ხართ, გინდა რომ აი აქ ამოხვიდე და სიამოვნო ღიაცის ქვეშ ჩხელი აუზით, დაგიჯდება ყველაფერი 120 ლარი. მე რახან არ ვარ ლოფტის დამსვენებელი და უბრალოდ ტიპისგან მახაღებული აპარტამენტი. შესაბამისად, ჩვენ ბიუჯეტს დავამატოთ 120 ლარი. მოკლედ, შევუკვეთეთ კლაბ სენდვიჩი, ატმისწვენი, სალათი და წყალი. ერთი საღამოს ჩვეულებრივი ჭამა გამოდის 79 ლარი. აქ რაც შევუკვეთეთ და შეგვიძლია დავამატოთ ეგეც ბიუჯეტს. რესტორანშიც შევედით. საიუბილეო სუფრასაც შეეხება მენიუში გვაქვს ყველი, ბადურჯანი ნიგზით, ცეზარი, ოჯახური, სალათი, ხაჭაპური, მოდი რაღაცა ფაქტ მოდის. ანუ ერთი კარგი საიუბილეო სადაბადების დღეო სუფრა. გუდაურში კაი ჭამა თუ მოგინდება, ფრენცში უნდა შეხვიდე. მოკლედ, ბევრი დავლიეთ, კარგად გავერთეთ, ბევრ სასმელზე დაგვპატიჟეს. ვერ დავკონკრეტდები ზუსტად რამდენი იქნებოდა სუფთა გადასახდელი. თუმცა, ჩვენ შემთხვევაში ერთ ადამიანზე გამოვიდა სადღაც 80 ლარი. სადა სიმთვრალე იქით რომ გადავდა და მოვასწრო ჩაწერა, ეს ყველაფერი დაჯდა 456 ლარი. მოკლედ, თუ კარგი სრიალი და თან საღამოობით ბევრი გართობა გინდა, გუდაურში უნდა წახვიდე. მადლობა ამ კურორტს კაი დროს დარებისთვის, რომელიც 2268 ლარი ღირს. ახლა კი წავედით ბაკურიანში. ბაკურიანს შევაფასებდი როგორც კურორტს ოჯახებისთვის. ყველა სხვასთან შედარებით ვფიქრობ, აქ ყველაზე მეტად გაერთობა ბავშვი. საქანელები, ცხენები, პარკები. თუ მაინც და მაინც ექსტრემალი არ გყავთ, ფრირაიდზე მეტად ამ ვიჟზე გასეირნება გაუხარდება. სულ რო არ ველოდი ისე, ეს ვიდეო საკმაოდ დიდი გამოვიდა და არ მინდა მოგწყინდეთ, ამიტომ ძალიან მოკლედ შევაჯამებ ბაკურიანს და მიტარბის. ამ ორს ერთმანეთთან 15 წუთის გზა აშორებს, ამიტომ ერთ კურორტად მივიჩნევ. აქაც ზუსტად ისე გავატარეთ დრო, როგორც აქამდე ნახეთ. არც სრიალი მოვიკელი, არც დალევა და გართობა. მოკლედ, არაფერში ვზოგე თანხა და რაც მომინდებოდა, იმას ვაკეთებ. ბიუჯეტსაც შეეხება, მხოლოდ ჩემს თავზე არ გავთვალე. თუ ჭამა მინდოდა, ისევ ანგარიშობდი თითქოს ჩემთან ერთად იყვნენ სალიც და ბავშვებიც. თუ პარკში გავისეირნე, ყველა საქანელა, პოპკორნი და სხვა გასართობებიც მივათვალე. მოკლედ, ორ მშობელს და სამ ბავშვს ბაკურიანში 2 ღამითა და 3 დღით გემრიელი დასვენება დაგვიჯდებოდა 1300-დან 1500 ლარამდე. მოკლედ, როგორც ვნახეთ, საქართველოში ერთი ზამთარი რო ადგედა მოიარო ჩვენი ზამთრის კურორტები, კარგად გაერთო, კარგად ისრიალო და მაგარით რო გაატარო, დაგიჯდებათ სადღაც 10820 ლარი. ახლა ეს ძვირია, იაფია, საშუალოა. დავი დაწერეთ კომენტარებში, გავხსენეთ ამ თანხაში, სად გაერთობოდით უკეთესად და სად გაატარებთ უფრო მაგარ დროს, ვიდრე საქართველოს ზამთრის კურორტებზე. ძალიან საინტერესოა მართლა აი ამ თემის ნახილვა რა. ხო, მოკლედ, გამოიწერეთ ჩემი არხი და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით პირდაპირ აფრიკიდან. დროებით.